საუზო მართვის წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონი არის აუზებზე დაფუძნებული და იქვე გაქვს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ინსტრუმენტი და მიუყენოთ ამ გეგმას და მაშინ გადაიჭრება ის პრობლემები რომ ჯერ ხესები უნდა ვაშენოთ და მერე მართვა დავიწყოთ თუ ჯერ მართვა უნდა დავიწყოთ და მერე ხესები უნდა ვაშენოთ ხო მაგალითს მოვიყვან რიონიდან თუ ავაშენებთ ნამოხვანის ხეს რიონში ზუთხი თეორიულად აღარ იქნება თუ არ ავაშენებთ ნამოხვანის ხეს არის საშუალება რომ 9 კილომეტრიანი ჰაბიტატია დარჩენილი სადაც ზუთხი ჯერ კიდე ტოფობს ხო და ეს ჰაბიტატი განვავრცოთ და ამის შესაძლებლობაც არის რა გვიღებს ვეკითხები ხესების პატრონებს 100 ტრინა მაპატია თუ რუსულად 100 ტრინა გირჩევნიათ თუ ისა რა ქვია ტურბოგენერატორი მე მგონია რომ კითხეთ ერთი აბა კასპიის ზღვაში რა ურჩევნიათ ზუთხი ურჩევნიათ და ხიზილალა თუ რომელიც უფრო მეტი შემოსავალი აქვს ხესებით თუ ზუთხი და ჩვენ ქვეყანას რომელი უფრო მოუხდება ჩვენ დინარეებში ზუთხი რო იყოს თუ ყველა დინარეზე ყველა ხესები იდგეს რომლიანაც არც ერთი კაპიტი ბიუჯეტში არ შედის დღევანდელი მდგომარეობა ეს არის და ზუთხის თემა აქ არ უნდა დავივიწყოთ იმიტომ რომ საქართველოს პასუხისგებლობა არც რუსეთშია აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთზე რომელიმე მდინარე სადაც ზუთხის ჰაბიტატია არც თურქეთში მხოლოდ საქართველოსია და რუმინელები ცდილობენ ჩვენთან თანამშრომლობას იმიტომ რომ ეს ზუთხი ზღვის ირგვლივ დადის და მათ უნდათ მათი ზუთხის შენარჩუნება არის დამოკიდებული ამ 9 კილომეტრიანი ჰაბიტატის შენარჩუნებაზე მე მინდა რომ ყველა ენერგეტიკოსი დაირაზმოს და განვიხილოთ ერთად რა შეგვიძლია გავაკეთოთ ისე რომ ჩვენი ენერგეტიკა არ დაზარალდეს მაგრამ 9 კილომეტრს რამდენიმე კილომეტრი მიუმარტოთ მაგალითად და მე მგონია რომ მაშინ მათთან ჩვენს ჰიდროენერგეტიკოსებთან ყველა გარემოს დამცველი თანამშრომლებს ეს პოტენციალი არსებობს უბრალოდ მათ უნდა გვითხრანოთ მათ ჩვენთან საუბარი საერთოდ სულ